დონალდ ტუსკის გამოგზავნილი წერილი, თქვენ როგორ გაიგეთ ეს წერილი პატიმარ პოლიტიკოს ეპატიჟებიან ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე, ეს თქვენი მოკავშირე პარტიაა ევროპარლამენტში და არა, ხო, ჩვენი მოკავშირე მოგესალმებით, მადლობა. კი ბატონო, ერთ-ერთი დიდი, კი ბატონო, მაგრამ მათ შორის თქვენი ახაც დიდი პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში და ნუ ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანება ევროპაში და როდესაც და ხაზინა გაისვას რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფში შედიან ძალიან გავლენიანი პოლიტიკოსები ევროპაში და როდესაც ასეთი მოწვევა იღებს მიხეილ სააკაშვილი, ადამიანი რომელიც არის იქ სადაც არ უნდა იყოს და თვეების განმავლობაში საუბრობ დაუღალავად ყველანი ერთად ადამიანი არის ტყვე მეტიც ვიდრე პატიმარი. მე ვფიქრობ ეს განცხადება, ეს მოწვევა ამ ყველაფერს ადასტურებს. შენი თავარი მოკავშირე ევროპის კონტინენტზე მთავარი პოლიტიკური ჯგუფი, როდესაც იმ ადამიანს პატიჟებს ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად, მე ვფიქრობ ეს შავით თეთრზე ადასტურებს და წერილშიც ეს არის პრაქტიკულად ამოკითხული, რომ მიხეილ სააკაშვილი ევროპისთვის თავისუფალი სამყაროსთვის არ არის პატიმარი. იგი არის პოლიტიკური უკეთეს შემთხვევაში პატიმარი და უარეს შემთხვევაში ტყვე. ეს არის და ეს და მე ვფიქრობ ქართული ოცნებისთვის ეს დამატებითი საკვებია ფიქრისთვის, მე არ ვიცი გააკეთეს თუ არა მათ განცხადება ამ ყველაფრის შემდეგ, მაგრამ მათ მოუწევთ განცხადების გაკეთება, თუმცა ადვილად პროგნოზირებადია რა სიტყვიან. დონალდ ტუსკი არის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსი, იყო ევროპული სტრუქტურის ხელმძღვანელი, პოლონეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელი. გასაგებია, მას არ შეიძლება არ იცოდეს, რომ პატიმარზეა საუბარი. ეს მისი მხრიდან აღიარებაა, რომ ის არ უნდა იყოს პატიმარი. თუ ფიქრობთ, რომ ელოდება, რომ აი 31 მაისამდე შეიძლება რაღაც გაირკვეს სააკაშვილთან დაკავშირებით? მე უკანასკნელ პერიოდში ჩვენ მეგობრებთან ერთად პარტიის სხვადასხვა ლიდერებთან ერთად ხომ მქონდა შესაძლებლობა სხვადასხვა ფორმატში მიმიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ და მინდა გითხრათ, არ გამკვირებია ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ის ტექსტი, რა ტექსტიც იქ წერია, იმიტომ რომ ეს დამოკიდებულება არის ევროპაში. განსაკუთრებით უკრაინა, რუსეთის და განსაკუთრებით უკრაინა, რუსეთის ომის შემდეგ, მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. დიახაც ისინი თვლიან, დიდი ნაწილი მათგანი პირდაპირ დაუფარავად თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის იმ სახელმწიფოს, იმ სუვერენული სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი ჩვენს კონტინენტზე, რომელმაც თავის თავზე ჩვენთან ერთად მიიღო დარტყმა ველური რუსული აგრესიისა 2008 წელს და პუტინის პატიმრად მიკი მოკვების გარეშე გეუბნებით, პუტინის პატიმრად არის იგი მოხსენიებული დასავლურ გავლენიან პოლიტიკურ წრეებში. აი, ზოგადად არ უნდა იყოს პატიმარი თუ ომის კონტექსტს რა მნიშვნელობა აქვს, რატომ გეკითხებით, კეთვით რატომ გეკითხებით? იმიტომ რომ მაგალითად პოროშენკოზე საქმის წარმოება იყო დაწყებული და აი ომის დროს, როცა თავად პოროშენკო მხარდაჭერის ტექსტებით გამოვიდა, თქვენს მათ შორის გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ მასზე საქმის წარმოება არ წყდება და ომი არ აჩერებს ესეთ საქმეებს. ანუ იქ ჩვეულებრივად არის ეს პროცესი და ომის გამო მაგალითად ერთ-ერთი მთავარი ოპონენტის მიმართ სამართალწარმოება არ შეჩერებულა ამ ეტაპამდე. ეხლა ჩემი პირადი პოზიცია და არა მხოლოდ ჩემი, ძალიან დიდი ნაწილის ქართული საზოგადოებისა, რომ მიხეილ სააკაშვილი მიუხედავად იმისა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია თუ არა, არ უნდა იყოს იქ სადაც არის. და ესაც იქნება. აუცილებლად გარდაუვალია მისი გათავისუფლება და ქვეყნის გარეთ გადაყვანა შესაბამის საავადმყოფოში, ხო? იმისათვის რომ ადამიანი არ შემოგვაქვს ყველას ჩვენ ერთად. დიახაც ჩვენი მოქმედებით თუ უმოქმედობით. გასაგებია, არსებობენ ჩვენ საზოგადოებაში, დიანა, მე ეს ვიცი, ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს იქ სადაც არის. ერთნი ფიქრობენ, რომ იგი როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არ უნდა იყოს, არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ის არ უნდა იყოს.
იქ, იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის რბილად რო თქვა კრიტიკული, არიან ადამიანები ისეთები, რომლებიც ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა, ტყვეობაში ყოფნა პოლიტიკურ ვითარებას და ძაბავს, არიან ადამიანები, რომლებიც გეტყვიან, რომ მაშინ, როდესაც ესეთი გეოპოლიტიკური დაძაბული ვითარება, შიდა ქართული პოლიტიკური რეალობა კიდევ უფრო იძაბება, როდესაც წამყვანი პოლიტიკური ფიგურა ყავს შენ ციხეში გამოკეტილი, სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს. ყველაზე კრიტიკულები და ყველაზე აგრესიულები ის რომ ხელისუფლებაში იყოს მისი მომხრე. მე ახლა ჩამოთვალე კატეგორიები და ალბათ კიდე გაგრძელდება ესე ახლა რომ დავხარჯოთ მეტი დრო ადამიანების ვინც მომხრეა რომ მიხეილ სააკაშვილი და არგუმენტირებულად გეუბნებიან რატომ არ უნდა იყოს, მაგრამ არიან ასევე ადამიანები ვინც თვლიან რომ უნდა იყოს, მაგრამ გასაგებია ვიცით რომ საზოგადოებაში არიან ჯგუფები ვისთანაც ჩვენ ვერასოდეს ვერ შევთანხმდებით რატომ რა არის მიზეზი რომ მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს იქ სადაც არის და რა არის მიზეზი რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს იქ, მაგრამ ხომ თანხმდებით ყველანი ერთად შედეგზე. ჩვენ ვერ თანხმდებით, განა ვერ უნდა შევთანხმდეთ შედეგზე, რომელიც შეიძლება დადგეს ფატალური შედეგი მაქვს ხედველობაში, რა შეთანხმება სჭირდება საზოგადოებას იმაზე, რომ პატიმარი შემთხვე არ უნდა მოკლა ციხეში. ჩვენ ხო ბერჯერ აქედან გამომდინარე, თემა უნდა იყოს პოლიტიკური, პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, პოლიტიკური კონსენსუსის თემა, რომელიც ძნელად თუ იქნება, თუ ჰუმანიტარული, სწორედ ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე, რომელზე უფრო მეტი შანსია. ყველაფერი, რაც მიხეილ სააკაშვილთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე ეს იქნება პოლიტიკურ პროცესში მოქცეული. თუმცა, ეხლა სახალხო დამცველის მიერ დადებულ ანგარიშს თუ დავესესხებით, იქ შავი თეთრზე წერია ასევე ექიმების მიერ რეკომენდაციების სახით, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელება ციხის პირობებში თეორიულად არის შეუძლებელი და მოუწოდებენ ხელისუფლებას აი სწორედ რომ ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან და თვალსაზრისით მიუდგნენ ამ საკითხის გადაწყვეტას. ამ საკითხს ასე აყენებს სახალხო დამცველი და სხვაგვარად ეხლა ვერც დააყენებდა და ექიმები ბუნებრივია. და ეხლა საერთოდ ზოგადად როგორც უკვე ვთქვი, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის პროცესი იქნება არის და იყო პოლიტიკური. აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, იმიტომ რომ ორი მიხეილ სააკაშვილი იცით რა დიანა? ჩვენ ხშირად იბლარება ეს და ხშირად გვავიწყდება და მართლაც ვინმე შეიძლება გქონია რომ რაღაცა პრივილეგიას ვთხოვთ ვინმეს მიხეილ სააკაშვილის, თუნდაც ოდესაც ჩვენ საერთაშორისო მეგობრებს ხვდებით და ამ საკითხთან დაკავშირებით ვსჯელობთ, ხო? არა, მას რომ მიეღო ზუსტად ის შესაბამისი ადეკვატური მკურნალობა, რომელიც უნდა მიიღო ნებისმიერ რიგით პატიმარს, მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში დღეს არ იქნებოდა. როდესაც ყავდათ გადაყვანილი ციხის ავადმყოფოში ბოლოს გორში, ხო, ზარი შემოარტყეს და განგაში ატეხეს და არ იქა მიხეილ სააკაშვილი გამოჯანმრთელებულია და უკან უნდა დავაბრუნოთ ციხეშიო და ეხლა დღეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა ვიდრე მაშინ როდესაც საჭიროება გახდა მისი გორის ავადმყოფოში გადაყვანა. მარტივი ლოგიკაა, ხო, აქ არ უნდა არც მომხრეობა და არც მოწინააღმდეგობა. დიანა, როდესაც ხელისუფლება მიხვდა რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იყო კრიტიკული, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით იგი გახდა იძულებული რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანა იქ სადაც გადაიყვანეს. ხო შემთხვევაში ციხეში აღარ იყო, ხომ? და დღეს ხო ბევრად უფრო კრიტიკულია მისი მდგომარეობა. ამას ხო თვალს უსწორებს. დაწუნებულები ვიყოთ, თვალს უსწორებენ, ესე საჯაროდ უბრალოდ თვალს არიდებენ რეალობას. ამიტომ თვინმესთან კომუნიკაცია, იცით მათი თვალის გასწორების მე ვფიქრობ ისინი აკვირდებიან, არათუ ვფიქრობ დაწუნებული ვარ იმ მზარდ საერთაშორისო გამოხმაურებას ჩვენი სახელმწიფოს მეგობრების მხრიდან, რომელიც უბრალოდ იქნება უწყვეტი და არ შეჩერდება მანასანა პრობლემა. მითხარით ეს გამოხმაურებები, რომელიც მათ სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით უკან დაახევინებს. თუნდაც დღევანდელი განცხადება ეს არ იქნება ზღვაში წვეთი. ტუსკის მოწვევა ტიპის განცხადება. თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განსხვავებული პოზიცია, ხო, წინა განცხადებებისგან. არა, ის ამბობს, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციები არის მათთვის კონსტიტუცია. ვისთვის არის კონსტიტუცია? ნეტავ ესე იყოს, რომ მათთვის იყოს კონსტიტუცია. საელჩოსთვის არა. დიახაც და ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. როდესაც
დასკვნა არსებობს მაგიდაზე და რეკომენდაცია გაცემულია და ექიმი არ არსებობს. არ არსებობს ექიმი, სამედიცინო განათლების ერთი ადამიანი არ არსებობს ქვეყანაში, რომელიც დაგიდასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს გადაყვანილი იქ, სადაც ოჯახი ჩვენ მეგობრები. აი, ნახეთ, ორი სხვადასხვა თემაა და მინდა რომ თქვენ ახსნათ, როგორ ხედავთ, იმიტომ რომ აქაც გაბლარული არ იყოს მოთხოვნა, იმიტომ რომ აქტიურობს პოლიტიკური ბირთვი, ოჯახი, ძმები, ადამიანები, რომლებსაც ბისთვისაც არ არის სულ ერთი მიხეილ სააკაშვილის ბედის საზოგადოებისთვის აქტიური სახეები. გაიყვანონ საქართველოში კლინიკიდან გამოიყვანონ და სადმე საქართველოში თუ გაიყვანონ სხვაგან. ეს არის ორი სრულიად სხვადასხვა რამ. ხომ ხვდებით, იმიტომ რომ საქართველოს ტერიტორიაზე არის შანსი შებრუნების, ქვეყნიდან როცა გავა, ეს იკარგება, ვთქვათ, შეიძლება აღარც მოხდეს ანუ სხვადასხვა თემაა და შეიძლება ხელისუფლება სხვადასხვაგვარად მიუწეს. იქაც თუნდაც სახალხო დამცველის ანგარიში, ხო, ექიმების მიერ დადებულში რა წერია, რომ არის რამდენიმე გამოსავალი და ერთ-ერთ გამოსავლად რა არის მოყვანილი, მოხდეს საჟელის გადავადება და ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ. ეხლა ქვეყნის შიგნით მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური არ არის უბრალოდ ჩვეულებრივი რეგულარული პაციენტი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ამას მე არ ვამბობ, ამას სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები, კომპეტენტური, არა ჩვენი პარტიის ხარდაჭერები, არ ვიცი რომელი პარტიის ხარდაჭერები, მაგრამ თავიანთი საქმის პროფესიონალები საუბრობენ, ხომ? უბრალოდ აქ ადგილზე არ მოიძებნება შესაბამისი ადგილი, სადაც შეიძლება მთელი აი ესეთი ციკლი და კასკადი აი ამ დაავადებებისა, რომელიც ვითარდება და პროგრესირებს, იქნეს განკურნებული. ამის გარდა მე მახსოვს ქართული ოცნების ნომერ პირველი წუხირი, თქვენ გახსოვთ, სამოქალაქო საავადმყოფოში საქართველოში, როდესაც ჯერ კიდევ დამძიმდებოდა ასე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, კატეგორიულ უარს აცხადებდნენ თითქოს და ეფემერული საფრთხეების გათვალისწინებით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამიტომ რჩება ერთადერთი ალტერნატივა განსაკუთრებით იმ ყველაფრის პარალელურად და ფონზე, როდესაც ყარიბაშვილმა ხო ჩვენზე კარგად იცის, ბიძინა ივანიშვილმა ხო ჩვენზე კარგად იცის, რამდენი საერთაშორისო პარტნიორი რამდენჯერ ესაუბრა ამ ვითარებასთან დაკავშირებით. ვერ იქნება ქვეყანაში. რა იცით, ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, რომ პოლიტიკური პროცესები არის ერთი, რომელსაც ჩვენ ხედავთ, მაგრამ გადაწყვეტილებები ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვან კონდიციამდე მიდის კულისებში და ხა შეხედეთ დააკვირდით ბატონ ღარიბაშვილს და დარწმუნებული ვარ, მალევე ლოგიკურ დასკვნამდე შეიძლება მივიდეთ, რომ მას მოუწევს განსხვავებული პოზიციის დაფიქსირება, ისევე როგორც მას მოუწია დაფიქსირება ვარშავაში, როდესაც იყო სამი თვის თავზე სრულიად განსხვავებული პოზიცია, არა გულწრფელი რო იყო ამ სიტყვებში ადასტურებს წინა სამი თვე, მაგრამ ხომ მოუწია. და მე ვფიქრობ, ქართულ ოცნებას ჩვევია არათანმიმდევრული განცხადებების გაკეთება, როდესაც უკვე შუბლით ეჯახება კედელს და მოკლედ მოუხდებათ მათ ეს ვითარება მათთვის არის შეუქცევადი და მხოლოდ ნორმალურ კალაპოტში შეეძლებათ მათ პროცესების დაბრუნება, მიხეილ სააკაშვილი არ იქნება იქ, სადაც არის. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიხეილ სააკაშვილი საერთოდაც არ უნდა იყოს, სადაც არის. ეს ასე არის. აი პოროშენკო ახსენეთ, ხო? დიახ. მართლაც სამკვდრო სასიცოცხლო პოლიტიკური დაპირისპირება ჰქონდა ზელენსკის პოროშენკოსთან, თუ ამას მხოლოდ პოლიტიკური დაპირისპირება ეწოდებოდა ომის დაწყებამდე. იქ უკვე ჩდებოდა კითხვები, რამდენად მართლმსაჯულება იყო ობიექტური ბატონი პოროშენკოს მიმართ, ხო და საერთაშორისო მეგობრებიც კი ამ კითხვებს ვსვამდნენ. ეს არ შეწყდება ეს საქმეო, თუმცა გასაგებია, მაგრამ ხა გამოუცხადა და რა განსხვავება არის დღეს იმ საფრთხეებისგან, რომელიც წინაშეც დადგა უკრაინელი ხალხი და უკრაინა როგორც სახელმწიფო, იმ საფრთხეებისგან, რომელიც წინაშეც ჩვენ ვდგავართ, ხო? აქაც ჩანს ამათი ძალიან მკვეთრი პოზიცია, რომელიც არ არის უკრაინელების ხარდასაჭერი. მიხეილ სააკაშვილი, როგორც მინიმუმ, ხო ამაზე ყველა უნდა შევთანხმდეთ, იქნებოდა ძალიან სასარგებლო ამ დაპირისპირებაში საერთაშორისო არენაზე უკრაინელების საკეთილდღეოდ.
და ეხლა შენ თუ მართა მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხარ და ხელისუფლებაში ხარ საქართველოში და გინდა გულით და სულით დაეხმარო უკრაინას და უკრაინელებს, ამასთან დაკავშირებით ისინი შენ გესაუბრებიან და არც თუ ერთხელ და ორჯერ ესაუბრენ. სხვა კიდევ ბევრ მიზეზს რომ თავი დავანებოთ, რაზეც ალბათ ოჯახის აქტიურობა სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით ეს ერთგვარი პროტესტია პარტიის მიმართ თუ აუცილებლობა, რატომ გეკითხებით? თქვენ ალბათ ხშირად მოგისმენიათ, მათ შორის ქსელში, აი თქვენი Facebook Live-ის დროს და ზოგადად რომ რაღაცას აკლებთ და ისე არ აკეთებთ. აი თქვენ ხომ არ გესმით ეს ფორმულირება ახლა ჩემგან პირველად? არა, გიპასუხე დასრულდა. ხო, და საინტერესოა, აი თქვენ ობიექტურად იღებთ ამ შენიშვნას თუ ფიქრობთ რომ რაღაც უფრო მეც გთხოვენ ვიდრე შეგიძლიათ? მე აბსოლუტურად ობიექტურად ვიღებ და სავსებით მისაღებია ჩემთვის თუნდაც მიუღებელი აბსოლუტურად უსაფუძვლო კრიტიკაც მეცნობიერებო ვარ ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარე, ჩვენ ვიცით რომ პარტია ნაციონალურ მოძრაობა არის მსხვილი ყველაზე ოპოზიციური პარტია, მომავალი სახელისუფლებო პარტია, ეხლა რა წილი ექნება ხელისუფლებაში ნაციონალურ მოძრაობას, ეს ქართულმა ხალხმა უნდა გადაწყვეტოს მომავალში, არა რომ არიან, რა თქმა უნდა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც უსამართლო კრიტიკა ტრადიციად ექცათ, მესმის ძალიან კარგად, იმიტომ რომ მათ სჭირდებათ მოჭიდება სოციალური, პოლიტიკური, ეხლა როდესაც მთელი საეთერო დრო დათმობილია განსაკუთრებით კრიტიკულ ტელევიზიებში ერთი და იგივე ადამიანებს და ძირითადი მათი ნარატივი მიმართულია ხელისუფლების მიმართ, შესაძლებელია თქვენ ჟურნალისტებს უბრალოდ მოგწყინდეთ ერთგვაროვანი სტუმრების მოწვევა ტელეეთერებში, თქვენ პირადად კი არ გულისხმობთ, ამიტომ ვიცით ადამიანებს, რომლებსაც აქტუალურობის შესაძენად სჭირდებათ, რომ ოპოზიციის შიგნით არარსებული უსაფუძვლო ბრალდებებით ისოლო, მაგრამ შეუდესაც დიდი, შეუდესაც ხარ მსხვილი და გაგ ამბიცია რომ იყო ნაწილი ხელისუფლების. თაკო ჩარკვიანი გაკრიტიკებთ, თქვენ ფიქრობთ რომ რაღაც ტელედრამატურგიისთვის გადასახადი მათ შორის მათ შორის დიახაც მე ვფიქრობ რომ მას აქვს თავისი უფლება, რომლის რეალიზებას ახდენს წარმატებითაც არც ერთ მის ასე ვთქვათ პოზიციას მე არ გამოვეხმაურებ და არც გამოვეხმაურები, იმიტომ რომ ჩემი მიზნები და ამოცანები პარტიასთან ერთად ძალიან სწორად გათავისებული და არ მინდა უბრალოდ დრო დავხარჯო. არ არის თუ თქვენ იდილია გაქვთ პარტიის არა, თქვენ ახლა ამომრჩეველთან მის არა, ხო და რა შეიძლება ხო? რა თქმა უნდა, ჯერ ერთიც თქვენ მოწარმოგიდგენიათ რომ გულხელ დაკრეფილი და ვიცი ალბათ არ წარმოგიდგენიათ გულხელ დაკრეფილია ეხა ხელისუფლება და არ ცდილობს რომ ფონი შექმნას ისეთი რომ თითქოს ნაციონალური მოძრაობის გარშემო ზოგადად ოპოზიციის გარშემო არის ბევრი კითხვის ნიშნები, ხო? დავალებით გაკრიტიკებენ? დაიჭირებათ რომ ბევრი არის ესეთი ადამიანი რომელიც უამისოდაც არ მოქმედებს ძალიან ბევრი, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა არათუ კრიტიკოსები ვერ ვაკეთებთ მას ხელისუფლებასთან. არა, ჯანსაღი კრიტიკა მისასალმებელია და მეც გამოსულ ვარ მსგავსი პოზიციებით სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ ხშირად თქვენ ახლა რასაც გულისხმობთ ისეთი ბრალდება მესმის რომ ეს შეუძლებელია უბრალოდ ხელისუფლების დავალების გარეშე ხორციელდებოდეს, რაც ნორმალურია, მაგრამ აზრს დავასრულებ თუ შეიძლება. აზრს დავასრულებ თუ შეიძლება. ნაციონალური მოძრაობა. დიახ, მადლობა კითხვისთვის. ნაციონალური მოძრაობა არა თუ აკეთებს ყველაფერს, რაც არის მისი შესაძლებლობის ფარგლებში, არა დრო არ არის ახლა იმისა, რომ ვაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში ეს ისედაც კეთდება. შევაკეთებთ ყველაფერს, რაც არის აუცილებელი. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება. ყველა წარმატება გააკეთოთ ყველაფერი, ამან რა შედეგი? ყველა წარმატება დამოუკიდებლობის შემდეგ, რაც კი სახელმწიფოში გვინახავს წინ გადადგმული ნაბიჯის სახით. ჩვენ მიგვიღია ერის ქართული ხალხის ნებისა და საერთაშორისო მხარდაჭერის თანხმედრაში მოსვით ამის შედეგად. ახლა ამ ყველაფერს ვადენოთ ჩვენ თვალყურს და ახლა მაინდა-მაინც თუ გამოვა ადამიანი და მეტყვის რომ დიახაც იცით ამ ხნის განმავლობაში 7 თვის განმავლობაში პუტინის ტყვე უსამართლოდ გამოკეტილი 4 კედელში
რომ ვერ გავათავისუფლე, არ ამგონია რომ ვინმეს და ბევრ ადამიანს, ახლა ოჯახის წევრებს ნამდვილად ავთვლი, ჩემზე მეტად ზდომბოდათ, რომ ეს პრობლემა აქამდე გადაჭრილი ყოფილიყო, ყველაფერს თავი დავანებოთ მხოლოდ და მხოლოდ პრაგმატულად. რომ ჩვენ გაცილებით სხვა ენერგია და სხვა ძალა გქონოდა მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბიძინა იმანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება მართლაც ვიღაცა დააჯერდა გონიათ რომ ციხის საქმის გასაღები მე მიდევს ჯიბეში. ასეთი გასაღების ჩემ ჯიბეში არსებობის შემთხვევაში დიდი ხნის წინ იქნებოდა ციხის კარები გახსნილი. ამიტომ მსგავსი პრეტენზიები უსამართლოდ ჩემთვის მისაღებია. კიდევ ერთხელ ვითვალისწინებ ასეთი ადამიანების, ისე რა მიკვირს ხოლმე მე არც მიკვირს სიმართლე გითხრათ. არიან ადამიანები თვალ შორის თქვენს ტელევიზიაშიც სტუმრობენ, რომლებიც აი ამ გადამწყვეტ ეტაპზე ბრძოლისა, სადაც უკვე შუა პოზიცია აღარ არსებობს, გასაკავებლად ყველაფერი არსებობს ორ ფერში მოცემული, შავსა და თეთრში, ნაცისფერი როგორც ასეთი აღარ არსებობს, ან ხარ სიმართლის მხარეს, ანუ უკრაინელების მხარეს და ევროპელების მხარეს და თავისუფალი სოფლის მხარეს, ან მეორე მხარეს, სადაც პუტინი დგას. და აკრიტიკებ პოლიტიკოსთან ნაწილს. აკრიტიკებ პარლამენტარებს და ამ დროს პოლიტიკოსიც ხარ და პარლამენტის წევრიც ხარ. მე მომესვენია პარლამენტის წევრები ყოლიათ ეთერში. პარლამენტში რა გვინდა საუბრო მეგოც? ეს აი აქ მართლა ბევრჯერ გამიცინია. პარლამენტის წევრი გადაცემაში მოდის და პარლამენტში რა გვინდა? და ვინ უშლის ხელს რომ პარლამენტიდან გამოვიდეს თუ ასე თulis? ნუ ფიქრობ საუბარს რომ რაღაც ოპოზიცია გადაწყვეტილება არ შეიძლება ერთობას, კონსოლიდაციას მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რაც უფრო ახლოს ვარ მიზანთან და რაც უფრო ახლოს ვართ მიზანთან, ანუ გამარჯვებასთან დიანა ის გრძელი მარათონი, რომელიც გრძელი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ გვინდოდა და არ აღმოჩნდა სპრინტი, დიახაც ფინიშის სწორამდე არის ემისული და რაც უფრო ახლოს ვიქნები მიზანთან, ვით უფრო ბევრი მტერი და ჩასაფრებული, კი ბატონო, ვისაუბროთ. ბევრი მტერი და ჩასაფრებული ადამიანი გამოჩნდება და აკვირდებით მომდენო 2-3 კვირის განმავლობაში. მე ეს კიდევ და კიდევ მარწმუნებს, რომ სწორ გზას ადგას პარტია ნაციონალური მოძრაობა, რომლის ხარდაჭერთა სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეცვლილია ჩემთან სასიხარულოდ და ძალიან ბევრი ახალი ადამიანი. სად არის ფინიშის სწორი, როდის არის, რას ნიშნავს ფინიშის სწორი და რა გზას ადგას პარტია? კითხავთ, მაგრამ მინდა რომ ეს თემა სააკაშვილის თემას ამით გუშინ ინგა გრიგოლიას რეაქციაში იყო მამუკა ხაზარაძე სტუმრად და გრიგოლ ვაშაძე. მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ მისი ჩამოსვლა შეცდომა იყო, გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ ის ნანობს რომ ჩამოვიდა და ამ კონტექსტში მახსენდება თქვენი ციტატა, რომ მის ადგილზე მე უკვე საქართველოში ვიქნებოდი. რაღაც ამგვარი ფრაზებით თქვენ გარკვეულწილად პასუხისმგებლობაც ხომ არ გაიზიარეთ იმაზე, რაზეც ის ნანობს. დღეს ეკა ხერხეულიძემ თქვა, რომ აქ კონტექსტია მნიშვნელოვანი და ის მაგალითად ნანობს, რომ ამ დროს ციხეშია და როცა უკრაინას ასე სჭირდება და მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, მე არ ვიცი ხა ბატონმა გრიგოლმა ანუ რა კონტექსტში თქვა ის, ასაც თქვენ მიყვებით, ხო? მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ნანობს იმას, რომ იბრძვის ამ ქვეყნის მომავლისთვის. მიხეილ სააკაშვილი დიახაც ვეთანხმები ეკას, თუ კი შეიძლება რამეზე ახლა ნანოდეს და მეც ვინანებდი, რომ არ ვარ ეპიცენტრში ახლა იმ სოფლიო პოლიტიკური პროცესებისა, სადაც უდიდესი ხმამაღლად არის ნათქვამი, არა, უდიდესი წვლილის შეტანა შეეძლო. რაც შეეხება ხა ჩემს შეფასებას, მე ძალიან კარგად მახსოვს. მე ჩემი პოზიციას დამიფიქსირებია არაერთხელ მანამდე საჯაროდაც მასთან საუბარშიც, სხვადასხვაგვარად ვფიქრობდით საწყის ეტაპზე ჩვენ სცენარს თუ როგორ უნდა მომხდარიყო ქართული პოლიტიკური პროცესების განვითარება მომდენო წლებში, მაგრამ მას შემდეგ რაც მე მისგან მტკიცედ მართლა მივიღე გზავნილი და დავწმუნდი რომ ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია იყოს მე-10 წლის თავზე კიდევ
დევნილი ქვეყნის გარეთ, ბუნებრივია მე მას აი ამ ჩემი შეფასებით ხარი დაუჭირე. ეს იმას აღნიშნავს, რომ საწყის ეტაპზე მე მქონდა ანალოგიური დამოკიდებულება, მაგრამ ეხლა მიხეილ სააკაშვილი თუ რამეზე ნანობს იმაზე, რომ დღეს არ არის ზელენსკის გვერდით, ვერ მოდის მაგალითად როტერდამში, ახლა მაისის ბოლოს, ვერ არის ვაშინგტონში, ვერ არის ბრუსელში, ვერ არის სტრასბურგში და ვერ არის უკრაინაში პირველ რიგში. ამას მე დარწმუნებული ვარ, ამას ეტყოდა ის ქართული ოცნების რიტორიკა ალბათ მოგისმენიათ ძალიან ჰუმანიზმისგან დაცლილი ბოლო პერიოდში, რასაც ვისმენთ, მათ შორის სიმულაციაზე მუდმივი, მაგრამ ახლა გეკითხებით სხვა კონტექსტში მათი რიტორიკა, რომ ეს იყო ჩამოსვლა რაღაც წინასწარ განზრახული ფრონტის მეორე ხაზის შექმნის, რომ თქვენ ხართ ომის პარტია და ისინი არიან მშვიდობის პარტია და აი მუდმივად ამაზე აგება მთელი თავისი PR სტრატეგიის. ეს მოქმედებს და მათ შორის სააკაშვილის გამოშვებას. საქართველოში ოპოზიცია არ აღმოჩნდა ერთადერთი ძალა, სხვადასხვა პარტიებით წარმოდგენილი, რომელსაც ამ იარლიქს არტყამს სახელმწიფო პროპაგანდა, თითქოს ჩვენ ვიყოთ ომის პარტია, ანუ ომის მოსურნე. ყველა პრაქტიკულად იდენტურად პუტინის რეჟიმთან დაახლოებული ხელისუფლება სხვადასხვა ქვეყნებში ანალოგიურად უპირისპირდება ოპოზიციას თავთავიან ქვეყნებში. აქედანაც მარტივად კეთდება დასკვნა, რომ ეს მესეჯ ბოქსები სადღაც აქ ინგოროყვას 7 ნომერში, თბილისის ინგოროყვას 7 ნომერში კი არ იწერება დიანა. დიახაც ეს არის უნივერსალური გზავნილი, რომელიც იფრევა რუსეთის სპეცსახურების ეგიდით. შეიძლება არის უნივერსალური, მაგრამ რაც შეეხება ქართულ ოცნებას, რაც შეეხება ახლა ჯერ რომ ჩამოყალიბდეთ, ვინ არის ქართული ოცნება? პოლიტიკური გაერთიანებაა? დიახ, ფორმალურად კი ბატონო, დარეგისტრირებულია მარეგისტრირებულ ორგანოში, როგორც პოლიტიკური გაერთიანება, მაგრამ თავიანთი ქმედებებით, თავიანთი ნაბიჯებით ყველაფერს წარმოადგენენ გარდა პოლიტიკური გაერთიანებისა. გარდა უფრო მეტად კრიმინალური უკეთეს შემთხვევაში გაერთიანება, ვიდრე პოლიტიკური. ეხლა მათი მხრიდან განცხადებები, რომელსაც ვისმენთ, ეხლა ადამიანი სერიოზული სახით ბრიფინგს როდესაც ჩაატარებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ბატონი კობახიძე და იტყვის, რომ ეს ევტუშენკოს რომ პუტინის მეგობრობასო აბრალებთო და აქედა გამომდინარე რომ მიკრიტიკებთ ბიძინა ივანიშვილსო, აგერ ევტუშენკოვის გარემოცვა და თავად ევტუშენკოვიცო ბაიდენის ოჯახის წევრების ბიზნეს პარტნიორები არიან. ძარღვი არ არსებობს, გაწყვეტილია. არ არსებობს მუხრუჭი, ჯებირები, ყველა ადამიანური პოლიტიკური საზღვრები ყველაფერი გარღვეული აქვთ. და თქვენ გიდათ მე ეცადოთ და დამარწმუნოთ, რომ კიდევ დავიტოვო შანსი იმისა, რომ ვიფიქრო, რომ ეს ხელისუფლება უბრალოდ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მოწინააღმდეგეა და ქართული ოპოზიციის და არა ქართული ხალხის და არა ქართული სახელმწიფოს მოწინააღმდეგე. ასეთ განცხადებას შემთხვევით არ აკეთებ შენ. ძალიან კადენიერი, ძალიან თავხედური განცხადებაა. თავარ სახელმწიფო პარტნიორი სახელმწიფოს პრეზიდენტზე, როდესაც გავ განცხადებას აკეთებ, შენ ესე იგი რუბიკონი გადალახული გავს, ხო? და ადასტურებ, რო აქვს გადალახული, ჩვენ ეს ვიცით. და ადასტურებ მე რამდენჯერ. რა უნდა მოხდეს დიანა? და კიდევ ერთ გამოცემაში. რა უნდა მოხდეს? რაღაც წერილი ჰანტერ ბაიდენის. ხო, აი რა შეიძლება, რა დაგვარწმუნებს იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი თავიდან ბოლომდე გონია ჩვენ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს გაუთავებად ამ ადამიანის სახელი და გვარის ხსენება აქვს სიამოვნებს ადამიანი, რომელსაც საერთოდ არაფერი ეროვნული არ გააჩნია, არა, მოცემულობაა ასეთი. და ეს ადამიანი პირდაპირ არის რუსული სპეცსახურების კონტროლის ქვეშ და 24 თებერვლიდან მოყოლებულ ყველაფერი დღის წინათრაზე გამოვიდა. პრორუსული ხელისუფლება, ანუ ძალიან ღიად და მკაფიოდ ამბობთ, რომ ეს ჩემთვის ეს წარმონაქმნი ქართული ოცნების სახით, რომელთაც ჯერ კიდევ ნაწილი ქართული საზოგადოებისა ვეძახით ცუდ, მაგრამ მაინც რაღაცა პოლიტიკურ გაერთიანებას არის წმინდა წყლის პრო-რუსული პოლიტიკის გამტარებელი არის ადამიანი, მისი დამფუძნებელი და მთავარი სულისჩამდგმელი და გამკონტროლებელი, რომელიც აფინანსებს რუსულ პოლიტიკურ სისტემას
საქართველოში ამას არ საუბრობს ერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსი ქართული ოპოზიციის სპექტიდან. ამ ყველაფერთან დაკავშირებით არის ხართ პასუხისმგებელი. მოდი, გრიგოლ ვაშაძე იყო ჩემთან სტუმრად, რომელზეც თქვენ ამბობდით, რომ შლანგით რეცხავსო ქართულ ოცნებასო, რომელიც ასეთ რამეს ამბობდა, რომ სანქციებს ფინანსურ შეუერთდა, სანქცირებული პროდუქცია საზღვრებზე არ გავა, ამის პირობა ხელისუფლება ამბობს ფინანსთა სამინისტრო და ამის კონტროლი არსებობს, ამბობს ის. მთავარ საერთაშორისო ორგანიზაციებში ძალიან მტკივნეულად აღიქვამდა საქართველოს შეუერთდა. და ეცით რა არის? ნუ არ ვიცი, მე არ მინდა. ადამიანურად მას უსწრებს ის პერიოდი, რომელიც მე მასთან მქონდა ურთიერთობა და შემდეგ ინგლისურად დაგვემშვიდობა. ანუ არ დაგვემშვიდობა და წავიდა. ხო? ინგლისელებმა არ იცოდნენ არ ხო, ინგლისურად წასვლა, დიახაც ნიშნავს, როდესაც არ გემშვიდობებიან და მიდიან, ხო? და არ მინდა ვიყო მკვეთრი, მაგრამ პოზიციას მაინც დავაფიქსირებ. ვერაფერი ვერ გავიგე იმ გზავნილებისა რას ემსახურება, როდესაც ბატონი გრიგოლი ამას საუბრობს. ნუ ბატონი გრიგოლი უბრალოდ გავიგე და არ მინდა ყველაფრჩელი გავხსნა. გავიგე, ვიცი, კარგად ინფორმირებული ვარ თავიდან ბოლომდე. რომ? კარგად ინფორმირებული ვარ თავიდან ბოლომდე, რატომ უწევს ბატონ გრიგოლს ამ ყველაფერთან დაკავშირებით საუბარი. და რაც შეეხება აი საერთაშორისო ფორუმზე ქართულმა ოცნებამ, ანუ საქართველომ ხარი დაუჭირა რუსეთის გარიცხვას ამა თუ იმ ფორუმიდან ეხა მაპატიეთ ეხა ბავშვები ხო აღარავთ არა ვარ მე აღარ თუ არ თუ თავს ბავშვები როდესაც აბსოლუტური უმრავლესობა აბსოლუტური იქ ბელორუსისა და სომხეთის გარდა მხარს უჭერს რუსეთის გარიცხვას და ამას შენ ასაღებ როგორც გმირულ ნაბიჯს ну ვინ უნდა დაიჯეროს? აბა ყოფილიყო ხმახმაში, ესა დიანა. აბა ყოფილიყო 50-50-ზე და ქართული ოცნების ხმა გადამწყვეტი ყოფილიყო რასიზმ და გეტყვით რასაც იზამდა. 24 თებერვალს რაც გააკეთა ღარიბაშვილმა და მიზან მიმართულად თქვა რა დაიწყესო, თავით თავს იზიანებენო, მერე ხოცავენო ქართულ უკრაინელ ჯარისკაცებსო, არ ღირდაო ომიო, ამით ისინი დაზიანდებიან. მას შემდეგ რომ როდესაც არა ვინ იხუპება იქ უკრაინელი ჯარისკაცები ომობენ, ვინ ომობენ, ასე თქვა. არა და თუ ვინმე დაზიანდება უკრაინელები და უკრაინა კოჯორში ეს განცხადება გააკეთა სულ პირველ დღეს, მომდევნო დღეს. ამის შემდეგ გამოსვლები იყო, რახან გვიწევს გამეორება, გავიმეოროთ. გამოსვლების კონტექსტში ვსაუბრობთ, ესე ვთქვა. არ ვიცი, ბატონი გრიგოლ ვაშაძე და არ ვიცი. გარიბაშვილს უბრალოდ არ ვიცი, მე შეიძლება ლანძღო, მაგრამ მათი საკი გავაკეთო. სხვადასხვანაირი კომაგები არსებობენ ქართული ოცნების. შეიძლება მე ლანძღო, მაგრამ ქართული ოცნების საკი ვაკეთო. იცით? როდესაც ქართული ოცნების გზავნილებით ახარ აღჭურვილი ვინც არ უნდა იყო ხა მართლაც არ მინდა და ნუ დამაპირისპირებთ ეხა ბოლოს მაგრამ ეხა მე იმ პროცესში ვარ და იმ საქმეში ვარ ახლა ჩართული სადაც არ შეიძლება სადაც ქვეყნის ინტერესი დევს და ჩვენი შვილების და ჩვენი მშობლების და ჩვენი თანამოქალაქეების მომავალი სასწორზე აი აქ დანდობა არავის არ შეიძლება ზდილობის ფარგლებში ხსნი ეხა მაქსიმალურად როდესაც ხელისუფლება ყავს შენ ისეთი როგორიც ყავს და რუსეთი ვერ ჩაწერა რეზოლუციაში რომელიც უკრაინელების ხარდასაჭერი უნდა ყოფილიყო როდესაც მსჯელობაც კი არ დაიწყო სანქციებზე შეერთების თაობაზე ხელისუფლებამ ან შედეგად მსჯელობისა ნაწილობრივ შეუერთებოდით ან მთლიანად ან საერთოდ არ შეუერთებოდით მაგრამ მსჯელობა ხო შეიძლება დაგვეწყო ან რა უდგას წინ მაგალითად რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ დაწესებულ დასალურ სანქციებს შეუერთეთ ეს რომელ ეკონომიკურ ინტერესებს ქვეყნისას დააზიანებდა და ამის და კიდევ ბევრი სხვა როდესაც ბატონი პაპუაშვილი ამბობს რომ მაინდა-მაინც ამჯერა ბუჩაში მომხდარი რომ გენოციდია ამის შემდეგ სტეფანჩუკი მას იძულებულს ხდის არ იცოდი ეხლა მე ხო რატომ მოვიტყულები ეხლა პირდაპირ ეთერში ეხლა გახდა არ გამოვიყავ ბატონმა სტეფანჩუკმა ჩათვალა საჭირო მიემართა ყველა იმ პარლამენტის თავმჯდომარესთვის ეს არის ჩემი საქმე ამით დაკავებული ვარ არ გაკადებ ტყუს და არ ვიკადებ ვისაც არ ჯეროდა ბოლომდე მომხდარში ჩამობძანებულიყვნენ ადგილზე და დაწუნებულიყვნენ ამის შემდეგ ჩაბრძანდა ბატონი პაპუაშვილი რომ იქ ადგილზე მოხდა გენოციდი ჩამოვიდა ჩემზე კარგად იცით რა განცხადება გააკეთა ჩავედი
ბუჩაში ვნახე და დიახაც არის ნიშნები სამხედრო დანაშაულისაო. არც კი თქვა გენოციდის ნიშნები მაინც არისო. გესმით, როდესაც სახელმწიფოებია, რომელთა პარლამენტარებმა მიიღეს პოლიტიკური დოკუმენტი რეზოლუციის დადგენილების სახით და აღიარეს გენოციდი უკრაინაში. სამართლებრივი ტერმინია და არა პოლიტიკური და ამას დიახაც ეს არ გულისხმობს სამართლებრივ. ჩვენ დავარეგისტრირეთ ამის შემდეგ დადგენილება პარლამენტში, რომელიც არ გულისხმობს ბუნებრივია სამართლებრივი და იურიდიული დეტალების გამორკვევას, მაგრამ პოლიტიკური პოზიცია უნდა დააფიქსირო. დახოცეს ბავშვები, ხელებს შეკრულნი, თვალებ ახვეულნი, ფეხმძიმენი ბუჩაში და სხვა ქალაქებში თუ არა, არის გენოციდი თუ არ არის. ამ ადამიანმა თქვა რომ სამხედრო და აი ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც ბატონი თქვენ ვინც ახსენეთ, ხო? და სხვაებიც არიან, მარტო არა, ამბობს რომ ყველა ის ნაბიჯი გადადგა ხელისუფლებამ, რომელიც შეიძლებოდა გადაედგა ყველაზე პატრიოტ ხელისუფლებასო, ქართულ ოცნებას უდო. ეხლა რა გასაგებია რა ხდება, ხო? მომავალი მე კარგად ინფორმირებული ვარ, თუათ არ გეუბნებით ამ ყოფას, მომავალი კიდევ უფრო კაფიოდ ყველაფერს გამოარკვევს, რატომ კეთდება ესა თუ ის უცნაური განცხადებები თითქოს ოპოზიციონერების გრიგოლ ვაშაძეს რამე იცით რა ბატონ გრიგოლ კარზე რამე წისვლის და არა თქვენ ხო მკითხეთ მე მაქსიმალურად დელიკატურად იპასუხეთ იქნება საჭიროება კიდევ უფრო ცლად საუბრისა აუცილებლად ვისაუბრებ კი ბატონო მინდა მაინც ხელისუფლების განცხადებებზე რომელიც ძალიან მძიმე იყო ამაში გეთანხმებით, სრულიად წარმოუდგენელი განცხადებები, რომელსაც აკეთებდა ღარიბაშვილი მთელი ეს. არა, პოლიტიკური კატეგორიებზე მთლიან დაცლილია. ადამიანური, აი, ძველბიჭური ენით თავდასხმა მართლაც უკრაინელი გმირი ხალხის ხელისუფლებაზე. წარმოუდგენელი მხარდაჭერით სარგებლობს. მე ერთ-ერთ კვლევით ორგანიზაციის წარმომადგენლებს ახლა ვილნიუსში შევხვდი ბატონს ჰქონდა მოხსენება მსგავსი არასოდეს არაფერი გვინახავსო მთელი აი ამ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის ლიდერი აბსოლუტური მხარდაჭერით სარგებლობდეს ხალხის მხრიდანო ბოლო დაახლოებითი მხარდაჭერით სარგებლობდაო ბატონი პაშინიანი როდესაც იგი მოვიდა სარქისიანის შემდეგ ხელისუფლებაში მაგრამ პრაქტიკულად აბსოლუტური ანუ 100%-იანი მხარდაჭერა აქვს და გამოდიხარ და ეუბნები შენ ამ უკრაინაში ბატონ ზელენსკი გამოდიხარ და ამ აქვს მე მოუყვები ამის შესახებ მაყურებელს გადაცემის ბოლო ნაწილში დიახ და ამ ხელისუფლებას ზელენსკის არესტოვიჩ ბატონ პოდოლიაკს ეუბნები რომ შენი ხალხი გეღუპება ხო ამით ხო ციტირები ხო ხალხი გეღუპება ომი გაქვს შენ შემოგელე მიხედეო შენ საქმესო ჩვენს კი რატომ იყურებითო და შემთხვევით იმიტომ ხო არ იყურებიან აქეთ იმიტომ რომ ისინი თვლიან რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლით და ემპირიულად და არა უბრალოდ ვარაუდის დონეზე რომ თანამშრომლობენ რუსულ სპეცსამსახურებთან და რუსული სახელმწიფოს ინტერესებს ატარებენ ძირგამომპალი დიახაც აი როგორ გითხათ შოვინიზმით ჩირქოვანი შოვინიზმით გაბერილ რუსულ არ ვიცი საზოგადოებას იქ ადგილზე მაგიდაზე უდებენ საკვებს რომ გაახარონ შოვინისტები უკრაინელების წინააღმდეგ რუსეთში აი ამიტომ აკეთებენ ამ განცხადებებს ეს კი არ ვფიქრობ ხელისუფლების სიფრთხილე და შიში ამ რაღაც მართლა სიგიჟის ფონზე რომელსაც ჩვენ ვხედავთ უკვე 70 დღეზე მეტი თუ ეს არის სწორედ ის რასაც თქვენ ამბობთ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა იმიტომ რომ სრულიად სხვადასხვა რამეა და სრულიად სხვადასხვა საფუძვლები აქვს თქვენ ზუსტად იხრებით მთელი პასუხისმგებლობით როგორც ლიდერი რომ ეს არის სპეცსამსახურებთან ახლა აქტიური დიახაც დისკუსია მიმდინარეობს მთელ ევროპაში დასავლეთში რომ რა დაუპირისპირონ კაკბ-ს მეთოდებს გაგიკვირდებით რა კაკბ-ს მეთოდებს რომლითაც ისინი თავიანთ პროპაგანდისტებს ამუშავებენ და დღემდე კი საქართველოში იბადება კითხვები რომ მართლა პრაგმატული და სუვერენული და ეროვნული ინტერესიდან ხوارთხილობენ ეს ადამიანები კალაშნიკოვის განმოდებული როგორც ვოლსკი მახსენს სიფრთხილესსა და პრაგმატულობასა სიფრთხილეს და იმ
მოქმედებების შორის არის დიდი განსხვავება, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს ამ 3 თვის განმავლობაში. Სიფრთხილე და პრაგმატულობა ერთია, მაგრამ როდესაც შენ ქვეყნის მოსახლეობას წინაშე დილემას აყენებ, შვიდობა გინდათ თუ თავისუფლება, მე ვფიქრობ ყველაფერი ნათელია. დღეს უკრაინის გმირმა ხელისუფლებამ და ხალხმა ყველა ნიღაბი ჩამოხსნა ყველაზე ფორმალურად რაციონალურ ევროპელ ბიუროკრატს კი ნიღაბი ჩამოხსნა ფარისევლებს ეს ნიღაბი და აიძულა რომ უკრაინელებისთვის ხარდაჭერა საჯაროდ აღექვა და მე მიხარია რომ თვალყურს ახლა ვადევნებ პროცესს როდესაც ეს ნიღაბ ჩამოხსნილი ერთ დროს ომამდე ან უკრაინაში სანამ რუსეთი შეიჭრებოდა გაფორმალიზებული რაციონალი ევროპელი ბიუროკრატები ადგილს ეძებენ ახლა უკრაინელების გემში და ნავში რომელიც მიცურავს ყველაზე დიდი სიმართლისკენ რომელიც დაწერილია ფურცელზე კი არა რომელიც ხელშესახებია რომელიც ნამდვილია ადამიანურია და ამ ყველაფრისთვის იგი იბრძვის და ამ დროს ჩვენგან ყველაზე დიდი ხარდაჭერა ელოდნენ ამ დროს ჩვენგან კეთდება განცხადებები ხა გზადაგზა მახსენდება ხო როგორ შეიძლება ვინც არ უნდა პოლიტიკოსი იყო ოპოზიციონერი რატო უნდა დაირქვა გაავუგები რამდენიმე პოლიტიკოს ქართული ოცნების სახელით როდესაც საუბრობს ლიბრი აქვს გადაკრული განგებ ისიც ბუნებრივად კი არა აქვს გადაკრული განგებ იმიტომ რომ რაღაცა ვიწრო მატერიალური ინტერესი აქვს და უღირთ ბიძინა ივანიშვილის ნავში ყოფნა იმიტომ რომ რაღაცა შემოსავალი აქვს და არც თუ ისე ცოტა ქართველი ხალხის ხარჯზე მაგრამ როდესაც შენ იმას ართაკილობ და ამბობ რომ პანაშვიძე და გასვენებაში არ მივალ ქართველი დაღუპული ჯარისკაცებისა იმიტომ რომ მე წავახალისებ მე სხვა ქართველებს რომ არ დაუდგნენ ჩემს მეგობარ უკრაინელებს რომ რასთან გვაქვს საქმე როდესაც ივანიშვილსა და ევტუშენკოს შორის საუბარს მოისმენ სულ რო არ იყოს ევტუშენკოვი ის ვინც იყო ძვირფასო მაყურებლებო სულ რო ყოფილიყო მისი კარის მეზობელი რომელიც ახლა ცხოვრობს მოსკოვში და არის რუსეთის მოქალაქე და რო დაურეკოს ახლა ბიძინა ივანიშვილს როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა რომელიმე ცალკეღებული ერთ რუსეთის მოქალაქეს წარმატება უსულოს უკრაინელებთან ომში და აი აქედან დასკვნა დიახაც შენ როდესაც ხელს ართმევ ევტუშენკოს შენ ხელს აღარ ჩამოგართმევს ევროპელი ლიდერი შენ როდესაც ხელს ართმევ იმ ადამიანებს რომლებიც ხოცავენ შვიდობიან მოსახლეობას 100,000-ზე მეტია ჩვენი ყოფნის დროს მე როდესაც ვიკითხე რაოდენობა დაღუპულთა 100,000-ზე მეტი შვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული მოკლული ხო მოკლული რატო გიკვირს რომ შენ ხელს აღარ ჩამოგართმევს იმიტომ რომ შენ ხელს ართმევ ევტუშენკოს აქ შინაარს აზრი აღარ აქვს დიანა შინაარს აზრი აღარ აქვს სიმძიმე ურთიერთობების პირველ რიგში გეტყვით რომ და შინაარს აქ აზრი აღარ აქვს რაზე საუბრობდნენ ეს ორი ბატონი ერთმანეთთან და ყველაფერს ხო საფუძველი აქვს მართლაც მოცილები ხო არ გონიათ ჩვენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ხო რომ არ ხედავდნენ და ეს ინფორმაციაც უნდა გვესმოდეს რომ შესაბამისი ძალიან სანდო ავტორიტეტული წყაროებიდან აქვთ მათ შორის სხვადასხვა დასავლური სადაზვერვო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული რომ იმ განცხადებებს რასაც აკეთებენ და არც ერთ განცხადებას არ აკეთებდნენ ნიშნები იყო მცდელობა იყო თუ შემდგარი ფაქტი იმიტომ რომ შემდგარ ფაქტზე მე რომ მქონდეს ასეთიო პოდოლიაკმა თქვა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ჩვენ უფრო ზუსტად მივაწვდით ბატონო მე ვფიქრობ ეს დღეც მოვა მე ვხედავ სიცხადეს რომელსაც შესაძლებელია ჯერ კიდევ ყველანი აქ ვერ ხედავდით აი ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მე ვახსენე თქვენი ერმაკთან შეხვედრა ამ ურთიერთობების სიმძიმე პირველ რიგში გეტყვით ეხლა როდესაც ჩვენ მეგობრები ვიყავით ჩასულნი უკრაინაში როგორც ქართველები დავწმუნდით სანამ ოფიციალური შეხვედრები გაიმართებოდა ხო შეხვედრებამდე კიდე ხვდები ხო სხვა ადამიანებს უბრალოდ სხვადასხვა ვითარებაში სხვა უკრაინელებს უბრალო უკრაინელებს მოქალაქეებს ხო დავწმუნდით რომ ცალკეულ საკითხებზე ახსნა გაქვს შენ გასაკეთებელი ახსნა გამარტებები გიწევს ძალიან
ყოფილა, ისეთ რა ხა ბევრად ადვილია თქვენს ეთერში ყოფნა, იმიტომ რომ პოლიტიკოსის ამპლუაში ვარ და კონკრეტული ასე ვთქვათ კითხვებია და პასუხები შესაბამისია. ხა ქუჩაში მე ხო ხარ გავეცნობი ადამიანს, როგორც ესა და ესა და ესა, როგორც ქართველი ვეცნობით, ხო? და მართლაც მოგვიწია ახსნა გამართებისთვის, იმიტომ რომ მათთვის ძალიან მტკინვეულია ეს ყველაფერი. ძალიან მტკინვეულია. ისევე მტკინვეულია, როგორც ახლა მაგალითად, აი ხა უნგრეთში ხელისუფლების მიერ დაფიქსირებული პოზიცია არის აბსოლუტურად მამებელი, ხო, პუტინისა და უნგრელებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, ჩავარდნილები და აქედან მეც მაგალითად ძალიან დიდი გულისწყრობით უყურებ უნგრელ ასე ვთქვათ მოქალაქეებს. ქართველებს მოგვიწია თავის მართლება და უწევთ და იქ ცხოვრება ქართველებაც გვითხრეს ეს ყველაფერი. რაც შეეხება ხა უშუალოდ შეხვედრას, მე ვფიქრობ საჯარო სივრცეში ეს ადამიანები გუწფელობით გამოირჩევიან და საქმიანი, თუნდაც მწვავე, მაგრამ გუწფელი კომენტარებით. და ადვილი წარმოსადგენია თუ რა შტაბეჭდილება აქვთ მათ ამ ხელისუფლებაზე, რომელსაც არც მალავენ, ახლა ვერაფერს ახალს მე ვერ გეტყვით. გითხარ დაჭერას. არ აღიქვამენ არანაირად. იციან რომ ამ ქვეყანაში სახელმწიფო თელმა დასავლეთმა იცის და არა მხოლოდ უკრაინელებმა, რომ სახელმწიფო ამ ქვეყანაში არის მიტაცებული. როდესაც შენ სახელისუფლებო შტოები მოგტაცეს და ამას ქვია ამ ფენომენს ეძახიან სახელმწიფო მიტაცებას და არ ვეძახით ჩვენ ძალიან ავტორიტეტული, მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციები დაასკვნებში წერენ. თუნდაც ერთი რადგის მარტო, ხო, Amnesty International-ი. აგერ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ ანგარიში წერენ შავით თეთრზე მთელ თავს უძღვნიან, რომ ქვეყანაში არსებობს სასამართლო კლანი, რომელიც იმართება კლანით. ამიტომ ვფიქრობ, რომ სოფლიოში ეს დამოკიდებულება ჩვენ და სამწუხაროდ დღეს არსებობს, რომელიც უნდა შეიცვალოს, მათ აქვთ იმედი ქართველი ერის. კარგი ამბავი ამ ისტორიაში არის შემდეგი, რომ იციან ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს შორის დიამეტრალურად, რადიკალურად განსხვავებული პოზიცია, მათ შორის საზღვარგარეთ ქართველ ხალხს მაშინ. ბატონო? ქართული ოცნება თუ არ გამოხატავს ნაწილობრივ მაინც, მაშინ ქართველ ხალხს არა, მე რა ვთქვი, გვინდა არ გვინდა სამწუხაროდ ქართველი ხალხი ჯერჯერობით იძულებულია, რომ უყუროს საერთაშორისო ფორუმებში, თუ კი იქ იღებენ საერთოდ მონაწილეობას, ჩვენი წარმომადგენლები ან საერთაშორისო მოვლენებთან დაკავშირებით კეთდება განცხადებები თბილისიდან იმ ხელისუფლების მიერ, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციას, რასაც ასევე ადასტურებს კვლევა, ხო? 91% მოსახლეობისა თვლის, რომ უკრაინელების გასაჭირი, უკრაინელების ეს ძნელბედობის ჟამი, ჩვენი ძნელბედობის ჟამია, მათი ბრძოლა, ჩვენი ბრძოლა არის. ხომ არ არის სწორედ ოპოზიციის პრობლემა, რომ მიუხედავად ასეთი განწყობისა, მაინც ყველაზე მეტი განწყობა, ეს თქვა, ყველაზე მეტი პროცენტი აქვს ქართულ ოცნებას, ორჯერ მეტი ვიდრე თქვენ და სადაც ორჯერ მეტი. აი იმ კვლევებით, რომელსაც თქვენ ეხმარებით. სადაც ახლა კარგი კვლევებზე ხარ ვისაუბროთ, ახლა კვლევებში სადაც დაჩვენები ასევე რომ 30% პასუხს არსემს, ხომ? 2016 წლიდან ახლა მითხრეთ შიშის ფაქტორიები, 30% ისეთი დაბალი მაჩვენებელია, უბრალოდ ძალიან დაბალია პარტიისთვის 30%. არა, 30% პასუხს არსემს კითხვაზე. თუ ვისი ხარ დაჭერეთ ორჯერ მეტი როგორ 2016 წლიდან ნიკა სხვა რამეს ვამბობ, ნახეთ პოლიტიკური სიმპათიით 30% აქვს ქართულ ოცნება. არა, დიანა, თქვენ რაღაცა თვალსაზრისით გამოცდილი ხართ, იმიტომ რომ საერთოდ არ ვიყავ პოლიტიკურ პროცესებთან ახლოსაც, როდესაც თქვენ აშუქებდით. ეს კვლევა და აი კონკრეტულად აი ეს მონაცემები არ არის პოლიტიკური რეიტინგები, ეს არის მოწონება, ხო, სხვადასხვა თუ მაინდა-მაინც მეკითხებით, რომ ორჯერ მეტი აქვს ხელისუფლებას, ვიდრე არ არის ეს ასე 30% კითხვაზე ვის უჭერ მხარს უარს ამბობს. 2016 წლიდან ხელისუფლებამ აბსოლუტურ მონაცემებში ოპოზიციაზე ნაკლები ხმა აიღო. შეიძლება თქვენ აქვე აპირებდით
კითხვის დასმას და მე დაგასწრებთ, აი ოპოზიცია სუსტია თუ არა, ეს კითხვის ხო ისმის, ხო დღეს? ისმის სუსტია და ამას ყოველთვის შორის ქართული ოცნება 29 წლის განმავლობაში საუბრობს, რომ ქართული ოპოზიცია არის სუსტი, არა და საუბრობს. და სინამდვილეში არ არის. საზოგადოების ხარდაჭერის თვალსაზრისით დიახაც შარშანდელ არჩევნებზეც 2020 წელსაც, 2018 წელსაც, 2016-ში, ხო? ჯამურად უფრო მეც იღებს. აქ არის სხვა პრობლემები გადასაჭრელი დიანა. პრობლემები, რომელიც აუცილებლად იქნება გადაჭრილი ოპოზიციის მიერ. ჩვენ მიხეილ სააკაშვილსაც დავიხსნით. მიხეილ სააკაშვილსაც დავიხსნით. ხელისუფლების შეცვლას მიხეილ სააკაშვილსაც დავიხსნით დღეობიდან პოლიტიკური მარცხაჯულებაც. დიახაც, პოლიტიკური მარცხაჯულებაც ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფრა, მაგრამ პოლიტიკური ცვლილებების გარეშე ეს ვერ მოხდება. ჩვენ გვინდა, არ გვინდა, არჩევნები ამ ქვეყანაში დიანა ჩატარდება. თქვენ გადგებია, რომ რატომ არის? არა, გვინდა, არ გვინდა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ პოლიტიკური პროცესების დანახვა აქციების მიღმაც. აქციები არის პოლიტიკურ პროცესებში, როდესაც შენ ყავს ხელისუფლება, რომელსაც მოგტაცა, ხელისუფლება რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი კომპონენტი, მაგრამ პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკური ნაბიჯები აქციების მიღმაცაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც არ უნდა ჩვენ გავატაროთ მომდევნო პერიოდი. რა წარმატებასაც არ უნდა მივაღწიოთ. არჩევნები როგორც ასეთი რიგითი იქნება ეს, თუ რიგარეშე მოვა. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ვითარება ამ ხრივ გაუმჯობესდეს. ჩვენ ახლა მე მეგობრებთან ერთად, კოლეგებთან ერთად ოპოზიციიდან ჯერ ყველას ვერ ვესაუბრებ, მაგრამ აუცილებლად უახლოეს პერიოდში გავესაუბრები და ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია უნდა ვაწარმოოთ ჩვენ საერთაშორისო მეგობრებთან ერთად და რას გულისხმობ. როდესაც ჩვენ შარშან, ანუ თანხმდებით, რომ გინდ რიგ გარეშე, გინდ რიგითი არჩევნები ამ ქვეყანაში ჩატარდება, როგორც არ უნდა გამვითარდეს მოვლენები. ხო, დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია. სარეკლამო პაუზის შემდეგ დავბრუნდებით თქვენთან ერთად. ოღონდ დავიმახსოვროთ. ანუ გავიდეთ და მე ერთად მოვიდეთ. ხო, გახსოვთ რა უნდა მოყვეთ? დიახაც, მოლდოვასთან დაკავშირებით. კი ბატონო, მოდით სარეკლამო პაუზა იყო და მე თქვენთან ერთად დავბრუნდები, რომ დავასრულოთ და კიდე ერთი-ორი კითხვა დამრჩა და მალე გაგიშვებთ. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ საუბარს, უბრალოდ ვასრულებთ ნიკა მელიასთან. რაზე საუბრობთ, დიანა, მაპატიეთ. კი და მე როგორც არ უნდა გამვითარდეს მოვლენები, იქნება ეს რიგითი თუ რიგარეში არჩევნები. არჩევნები თანხმდებით რომ იქნება. ხომ იქნება? ჩვენ გვინდა რომ კალენდრით 2020. როცა არ უნდა იყოს რიგარეში, მე იმედი მაქვს, ხო? რიგითი რიგარეში ხო იქნება? დიახაც. ჩვენ უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებაზე გამოსავალი იმ ვითარებაში, სადაც სახელმწიფო არის მიტაცებული. არ შეიძლება ერთი და იგივე კეთებით შენ კონდეს შენ უნდა შესთავაზო, რომ დაგინახოს საერთაშორისო თანამეგობრობა არ აგირჩევს. მნიშვნელოვანია მათთანაც არის დაკავშირებული, რასაც ვამბობ. ერთი და იგივე კეთებით ქართულმა ოპოზიციამ არ შეიძლება მიიღოს განსხვავებული შედეგი. არ არჩევდა ზოგადად, არ შეიძლება ერთი-იგივე აკეთო გამოდებით და შედეგს ელოდებოდა რომ სხვა დადგება. მოლდოვაში რა მოხდა? ძალიან მოკლედ ვიტყვი. 2021 წელს მოლდოვას ოპოზიციამ საერთაშორისო მეგობრების ორგანიზაციების და აშენდა არ დაკონკრეტები ვინ როგორად ძალიან მოკლე დროში ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრებთ. დიახაც მიიღოს შესაბამისი ხარდაჭერა და აიძულეს ხელისუფლება, რომ გამარტივებული წესით მოლდოվել ემიგრანტებს არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. შედეგად იცით რა მოხდა ძვირფასო მეგობრებო? 2021 წელს და რატომაც გახდა ქალბატონი სანდუ პრეზიდენტი. 280,000 მოლდოველი მივიდა ემიგრაციაში მყოფი. საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე და ხმამიცა ოპოზიციას. და მოიგო 90% აიღო ხმა. ახლა რა ხდებოდა საქართველოში 2020 წელს გასულ საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც რაოდენობა ემიგრანტების კიდევ უფრო მეტია ვიდრე მოლდოვაში. სულ ქართველი ემიგრანტი 12,000 მივიდა არჩევნებზე. აქ უნდა ვიყო. აი ეს არის თქვენი კამპანია. 12,000 ემიგრანტი მივიდა არჩევნებზე. ზღვაში წვეთი. ჩვენ რატო ვანიჭებთ? თუნდაც მივანიჭოთ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა და უპირატესობა. ერთი, რომ ქვეყნის გარეთ შარშან უკვე 91,000 ქართველი გავიდა ოფიციალური მონაცემებით. ამ მიმართულებით მუშაობას აპირებთ. წლის ბოლომდე
ვარაუდობენ, რომ 100.000-მდე ქართველი კიდე გადატოვებს ქვეყანას. სულ რომ სამართლიანი არჩევნები ჩაატაროთ, ახლა თქვენ ფიზიკურად აქ ხალხი არჩევა. და როდესაც შენ იცი, რომ ემიგრაციის ძალით ქართულ ეკონომიკაში მსხვილი პორცია აქვს ქართულ ემიგრანტებს, რიცხავენ ფულს, ინახავენ ოჯახებს და შენ არ აძლევ უფლებას ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის მიღებისა, ეს სტატუსკო უნდა შეიცვალოს. როგორ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, რაც გაკეთა მოლდოვაში. დიახაც, ქართულმა ოპოზიციამ როცა იქნება კიდევ ერთხელ ხალხს უსვამ, როდესაც ჩვენ ამ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს მიშა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სხვა გამოწვევებს, რაც სასწრაფო საგვარებელია, მოვაგვარებთ. დიახაც, რიგით იქნება თუ რიგარეში არჩევნები ქართულმა ოპოზიციამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ უნდა ჩაატარო, როგორც შენ კამპანიურ შეხვედრას ატარებ ქუთაისში და როგორც შენ ყავს ქუთაისის პარტიის თავმჯდომარე და შტაბი ყავს, ისე უნდა ყავდეს ათენში, ისე უნდა ყავდეს იტალიაში, ისე უნდა ყავდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასე შემდეგ. რიგით იქნება რიგარეშეო ამბო პოლიტიკური დამკვირვებელი ხომ არ ხარ პროცესში. შენ არ გაქვს პროცესზე წარმოდგენა რიგარეშე იქნება რიგითი. თქვენ ახლა მე რაც მოვყევი არ მომისმენთ ყურადღება. კი ეს გახდება გარღვევა. არათუ მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდება. როდესაც მოლდოვაში 300.000-მდე მივიდა და როგორ მივიდა? შესაბამისი რეფორმა ჩატარდა. და ამ ყველაფერში ლომისული ითამაშა საერთაშორისო პარტნიორები და მოთელილია პირველადი სამუშაოები უკვე. ცოტა ხანში ამ ყველაფერთან დაკავშირებით ძალიან დეტალურად ვისაუბრებ. და საქართველოსდან მაქსიმუმ იღებს 12.000 მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობას და კიდევ უფრო იზრდება ეს რაოდენობა. დიანა და ბიძინა ივანიშვილი არის ბედნიერი, იმიტომ რომ იცლება ქვეყანას სისხლისგან, ხალხი გადის გარეთ, დღეს შეიძლება პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარისთვის საზღვარგარეთ პირდაპირ გეუბნებით, ახლა არ ჩათვალოთ რომ იუმორით გაზავებულია ეს ნათქვამი. იქ მყოფმა უფრო მეტ ამორჩეველთან დაამყაროს კომუნიკაცია, ვიდრე ქვეყნის შიგნით იმდენი ადამიანები გადიან. ახლა ვარშავის გავლით მომიწია ვილნიუსში ჩასვლა. ნახევარი ირენა თვითმფრინავი ჩანდა რომ მიდიოდნენ მრავალი წლით დასარჩენად. ძალიან ბევრი მიდიოდა. ძალიან ბევრი გეთახმები. ჩემს ცხოვრებაში ესეთი მტკინვეული კადრი. პირველად მინახავს ჯგუფი, რომელიც მიდის დასასვენებლად ერთად, მინახავს ჯგუფი, რომლებიც მიდიან ეგრეთ წოდებულ საზაფხულო სკოლებში, მოწაფეებით დაკომპლექტებული, მაგრამ პირველად ნახე ჯგუფი დაახლოებით 30 ქალბატონისგან შემდგარი, რომელთა ნაწილი ჩანდა, რომ პირველად იყო საერთოდ თვითმფრინავშიც კი და აეროპორტში პირველად დავინახე ვარშავაში, ყავდა ჯგუფხელი, რომელსაც 30-მდე ქართველი დედა მიყავდა. დედა ჩემის ასაკის და ცოტა უფროსი და უცოცებიც იყვნენ. და ჩანდა რომ მიყავდათ რა ტიპის სამუშაოების შესასრულებლად ჩემზე კარგად იცით, ხო? მე პირველად ვთქვი, არ მინახავს. ეს იყო მართლაც ტრაგიკული სანახაობა და ეს ხდება ყოველდღიურად. ამიტომ ვალდებულება შეიძლება ხა ბერს მოეჩვენოს, დიახაც, ჩვენ ქართულ ოპოზიციას გვიწევს ერთდროულად ყველა მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებაზე მუშაობა და ეს იქნება გარღვევა, ეს იქნება სამართლიანი. ამით ჩვენ დავაბრუნეთ რწმენას ამ პროცესებისადმი, რასაც მე არ ვალავ და ვეუბნები ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რომ გენებავთ, რომ ქართულ ხალხში დააბრუნდეს, გაჭირვებით, მაგრამ დააბრუნდეს ნდობა დემოკრატიული პროცესებისადმი, მაპატიეთ, მაგრამ მხოლოდ ევროპაში, როდესაც მილიონზე მეტი ქართველია და მათ არ ეძლებათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, უნდა დაგვეხმაროთ, ისევე როგორც დაეხმარეთ მოლდოველებს. და ეს პროცესი უკვე დაძრულია. ანუ თქვენ ახლა ეს იქნება თემა, რომელზეც ეს გადამწყვეტი ფინიშიო. გადაცემის დასაწყისში თქვენ ახსენეთ, რომ ფინიში სწორს ვართ. საიდან ხარ? თქვენ ახლა დაბრუნდით ბალტიის ქვეყნებში იყავით და იქ მედიას მიეცით ინტერვიუ, სადაც მათ შორის უკრაინის თემით გაქვთ იმედი, რომ უკრაინის თემა იქნება პირდაპირ გავლენის მომხდენი, აქ ივანიშვილის ხელისუფლება წავა თუ არა ხელისუფლებიდან და ტერმინი დამკვიდრდა და ევროპაში წყალგამყოფია გავლებული, დიახაც და საერთაშორისო ურთიერთობების მიმოხილველები, ექსპერტები მარტივად ახდენენ თავიანთ საქმეს გასაგებად მოსახლეობისთვის. ორი მხარეაო. The West or the rest.
ან დასავლეთი, ან სხვა დანარჩენი. დღეს სამწუხაროდ ჩვენ არ ვართ დასავლეთ, ეს არის ფაქტი. ჩვენ ვართ სხვა დანარჩენში, ამ წუთის მდგომარეობით. ჩვენ აქ არ დავჩერდებით. დიახაც, ზოგჯერ შენ გიწევს ხანდახან გიწევს ერთი და იგივე ბრძოლის მოგება, დიანა. ერთი და იგივე ბრძოლის მოგება გიწევს იმისათვის, რომ საბოლოო გამარჯვებას მიაღწიო. შენი მთავარი ოპონენტი უკრაინამ და დაგიმარცხოს. ოპოზიციას დაგსაქსავდა, ოპოზიციას შორის ჩამოაგდებდა შუღს, დააშორიშორებდა ერთმანეთს ამ ჯგუფებს, ხო? მე დარწმუნებული ვარ, იქ სადაც იქნება გადამწყვეტი საკითხები, განსახილველად, გადამწყვეტი ბრძოლა, რეალური ოპოზიციური ძალები, საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად დავდგებით ერთად, იმიტომ რომ ივანიშვილის უკრაინელების იმედად ყოფნა, უკრაინელების იმედად ყოფნა დიანა, მხოლოდ უკრაინელების იმედად ყოფნა ამორალურობაც არის, გესმით? როდესაც საკუთარ შვილებს და დედებს წირავენ და შენ იქ წამოკოტრიალებული ხარ უცუბიძეს მესამე პლატოზე ან ნებისმიერ სადაც მე ვცხოვრობ ხო პულტით ხელში და ელოდები შედეგი როგორი იქნება, რასაც ახლა ქართული ოცნება აკეთებდა თავშივე, მაგრამ იმდენი მოახერხა რომ გაწყვიტა უკვე ყველანაირი თეორიული ძაფიც კი ურთიერთობის აღსადგენი უკრაინის ხელისუფლებაზე, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიურები, საზოგადოებას უნდა დავანახოთ მომავალი, საზოგადოებას უნდა დავანახოთ პროცესი სად მივდივართ, როდესაც მე თქვენ გეკითხებით, სად წამოხვალ დიანა, თქვენ უნდა ვკითხოთ, სად და უნდა იცოდეთ, სად მისამართი საბოლოო უნდა იცოდეთ. დღეს სამწუხაროდ მე როდესაც კითხვას ვსვამ, მოდი ხარ შენ, მე გიტყვიანი ამ ტიპის კომუნიკაცია თქვენი დამორჩევის. არა, დამორჩევას არ ეხება ეს ხოლმე, როგორ გეკადრებათ, ეხლა რა არის გვიანი ესა დიანა? ეს არის ბრძოლა, რომელიც გრძელი დამქანცველი, ეხლა მაპატიეთ, ეხლა იცვლება წლიდან წლამდე მდგომარეობა მძიმდება და საზოგადოების ნაწილს უნდა ანახო მკაფიოდ, რომ ჩიტი ბრძნად ღირს, რომ ბრძოლა ღირს, იმედი უნდა ჩაუსახოთ, რომელიც არსებობს და თუ კი ვინმე არ იცის, მე იმ ადამიანებს გულისხმობ, რა არის ჩვენი საბოლოო, ასე თქვა, მიმართულება, აი ეს უნდა გავაგებიოთ და როდესაც შენ ამორჩეველი ყველა გეყოლება საქმის კურსში თუ სად მიდიხარ, აი ამ მანძილის დასაფარად ის უკვე გაგებით მოგეკიდება, რომ შეიძლება ტრანსპორტის ერთი სახეობა დაგჭირდეს, მეორე სახეობა დაგჭირდეს. ამ მანძილის დასაფარად, ნიკა, შენ ხედავ თავს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ ამ მანძილის ამ კითხვებს პირდაპირ გეუბნებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამოწუროთ, ხო? მე არასოდეს არა გუწვევად არ მისაუბრია. მე ამ პარტიაში ვარ 8 წლის განმავლობაში და მგონია თავდაბლობის გარეშე ძალიან ბევრი გავაკეთე და დიდი სიამოვნებით გავაკეთე და ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე და ძალიან ბევრი ამორჩეველი შევძინე, ათასობით ამორჩეველი, ახალი. და თვლი რომ რისთვის გინდა ჩვენი ცვლილებები, ახალგაზრდების გარეშე ცვლილება რა გინდა? იმიტომ რომ არც თუ ისე უსამართოდ ბევრი ახალგაზრდისთვის ცვლილება ყოველთვის არ ნიშნავს უკეთესობას. არის კატეგორია ახალგაზრდებისას, რომელსაც უნდა დაანახო კონკრეტულად სად მიდიხარ. ამიტომ ახლა საუბარი იმაზე, რაც ქართულ ოცნებას სულს, არიან ადამიანები ხარ, რომლებიც საუბრობენ. მე მეცმის. დისტანციაზე გამალობაში რო ვარ პარტიაში. ამ როლში თქვენს თავს. მე არ იქ სადაც ვარ, სანამ ხედავ რომ ამ ქვეყნისთვის, ამ პარტიისთვის დიდი სიკეთის მომტანი ვარ. დიახაც. მანამ ვარ. და არც მიფიქრია სერიოზულად, არც გამიულია თავში სხვაგვარად. ეს ქართულ ოცნებას უნდა რომ ეს ოცნება აუხდეს. ნიკა, ბოლო კითხვა მინდა. არიან ადამიანები ხა ამ წლების განმავლობაში, არიან ადამიანები, რომლებიც მე პარტიის რიგებში მოკლედ აღარ არიან და მომიწია მათთან დაშორება. არიან ადამიანები, რომლებიც ჩემის აზრით სამართლიანად გავანაწყენე და არ ჩავსვი ამა თუ იმ საარჩევნო სიაში ადგილობრივში. არიან ადამიანები, რომლებიც მოკლედ ამორალურ ქმედებებში ვამხილე, ისე რომ საჯაროდ ეს თქვენ არ გაგეთ, ეს ყველა ადამიანი განაწყენებული ხან ერთ ალთახრიდან, ხან ბალთასხრიდან ცდილობენ რომ ამღრეულ წყალში რაღაცა დაიჭირო, მაგრამ მე თავიდან ბოლომდე დღიდან ამ პარტიაში მოსვლისა, განსაკუთრებით როცა უამრავ მეგობარი შევიძინე. განსაკუთრებით როდესაც მიხეილ სააკაშვილი არის იქ სანამ არის, ხო? რას ლაპარაკობ? თავში
გაელვებას არ შემიძლია იმ აზრისა. იმიტომ რომ გონია თუ რამე ღალატი იქნება და თუ რამე დაასუსტებს ახლა ნაციონალურ მოძრაობას, იქნება ის რაც ვერ გააკეთა არ ვიცი რამდენად არის ბოლო კითხვისთვის. ქართულმა ოცნებამ სხვათა შორის 16 წლიდან 18 წლიდან 20 წლიდან პირველი შემთხვევა არის 21 პირველი არჩევნები იყო, როდესაც ვერ გატეხა პარტია. არა და დიდ რესურსს ხარჯავს. ნიკა, მინდა აუცილებლად კითხო, ძალიან პოპულარულია ჩვენი ეთერი წლების წინ და ძალიან ხშირად იმეორებენ ამ ეთერს. საქმელი მექნება დიანა, მე საზოგადოებას ვცემ საკმარის პატივს. პირველ რიგში ნაციონალურ მოძრაობის ამორჩევას. არა, მე რა დავიტოვე გეუბნებით, რომ ვარ პარტიის თავმჯდომარე, რომელსაც საკუთარ ძალებში აქვს რწმენა და ვიცი, რომ ჩემთან ერთად და მე პარტიასთან ერთად პარტია ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე პარტია ჩემს გარეშე. ეხლა მე თუ მინდა ქართული ოცნების, ასე თქვათ, ოცნება ავუხტინო, ხო? მაშინ სხვანაირად იქცევიან, არა? მინდა კითხოთ ბოლოს აუცილებლად, ეს არის მე ვახსენე ჩვენი ეთერი, რომელსაც ძალიან ხშირად იხსენებენ წლების წინანდელი, როდესაც თქვენ აკრიტიკებდით კეზერაშვილს, იმედზე ვნახე რამდენჯერმე ეს კომენტარი და მოგეთ გადაცემაში არის. კი, ჩემს გადაცემაში იყო და ხშირად იხსენებენ ამ ეთერს, განსაკუთრებით, როდესაც თქვენი Facebook Live-ის დროს თქვენ ახსენეთ, ეს ახსენით, რომ გაქვთ კომუნიკაცია კეზერაშვილთან. ეს ამ ადამიანის მიმართ პარტიაში არის ამ თემაზე, ანუ რამე ასთა სხვადასხვაობა, რა ძალიან ბანალური ფრაზა არის. ყოველ შემთხვევაში ის ადამიანთა, ის ჯგუფი, რომლებსაც ხრებით მოიტანეს ეს პარტია არის მართლაც წარმოუდგენლად კარგი ხარისხის ურთიერთგაგება. რა თქმა უნდა, ცვლილებები იყო და ცვლილებები იქნება, ყველა დონეზე შესაძლებელია ცვლილებები მოხდეს, იმიტომ რომ შენ უნდა გაინტერესებდეს პოლიტიკა. ეს არ არის სამსახური, შენ სადაც ხელფასს გიხდიან. ეს არის ბრძოლის ველი, სადაც შენ ძალდატანებით ვერ გაგაჩერებ. შეიძლება შენ დამსახურება გქონდეს 10 წლის წინ ამ პარტიის წინაშე, მაგრამ დღეს შენ თუ შედეგს ვერ დებ და არ ხარ ეფექტური, პარტიაში უნდა დარჩე, რა თქმა უნდა, მაგრამ ახალგაზრდა ადამიანს დაუთმო, ან უფრო ენერგიულ ადამიანს, იგი უფრო აი კონკრეტულად მიპასუხეთ და დაგემშვიდობეთ. დათო კეზერაშვილს, დიახაც, მე დათო კეზერაშვილის მიმართ მქონდა და საჯაროდ მაგას თქვენივე გადაცემაში თქვი ის რა თქვი, ას თუ ისე სასიამოვნოდ მოიხსენია, რბილად რო თქვა, ხომ? ციხიდან გამოსვლის შემდეგ, დიახაც, მე როდესაც კიევში ჩავედი მიხეილ სააკაშვილის სანახავად და მე ის ნანახი არ მყავდა მაშინ დაახლოებით 3 წლის განმავლობაში, იმიტომ პასპორტი არ მქონდა, აი კიევიდან მე სხვა ქვეყანაში გადავფრინდი და შევხვდი ამ ადამიანს დათო კეზერაშვილს, რომელთანაც შეხვედრა, როდესაც რა თქმა უნდა, რომელთანაც შეხვედრა ჩემთვის ადვილი არ იყო ადამიანურად, მაგრამ მისთვის კიდევ უფრო რთული იყო. მე მქონდა კითხვები მასთან დაკავშირებით, რადგან მივიღე მართლაც დამაკმაყოფილებელი პასუხები, თუმცა ნათელი ჩემთვის მოფენილი იყო ამ საკითხის გარშემო, იმიტომ რომ უკვე ტელეკომპანია ფორმულა იყო დაფუძნებული და აშკარად ჩანდა, რომ ადამიანი მის თავის, ასე თქვათ, რესურს ახმარს, დემოკრატიული ძალების გასაძლიერებლად და მედია, მოკლედ რესურსის გასაძლიერებლად ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის. მაგრამ მივიღე პასუხები კითხვებზე, რომელიც მივიღე არ ვაპირებ და თქვი თექვას წარსულში, თუმცა დიახაც მე ვაპირებ ამ ადამიანთან თანამშრომლობას და არა მხოლოდ მასთან. ბიძინა ივანიშვილი იმდენად დიდი ბოროტება არის, არა როგორც უკვე აღმოჩნდა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ უკრაინისთვისაც და თავისუფლებისთვის. დიახაც მე ყველასთან ვაპირებ თანამშრომლობას და ის ნიაღვარი, რომელიც მათ შორის დათო კეზერაშვილის წინააღმდეგ ახლა თვალყურს ვადევნებთ, ხო, მიმდინარეობს. თქვენ ხარ გუნდეთ ეს შემთხვევით ხდება. ესეც ხო ხელოვნურად და რატო გეტყვით? არ არის აქ დასამალი. პარტნიორობა ნიშნავს, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ და ბიძინა ივანიშვილი, როდესაც შენ პარტნიორდები სხვადასხვა ადამიანებთან და ეს წრე ფართოვდება, უფრო სუსტდება და შენ ძლიერდები და ბიძინა ივანიშვილის ახლა სურვილი არის, რომ ჩვენ რა თქმა უნდა წრე პარტნიორობის ქალბატონ ნინოს ველოდების სტუდიაში ბოდიშით მას წავართვით ცოტა დრო. მადლობა ნიკა. ძალიან დიდი მადლობა.